ლავრა საუკუნეებს გაუძლებს მოსკოვი კი დაეცემა ბრაზის აფეთქების ნაცვლად საწვავის აფეთქებები წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური. ზელენსკის განცხადებით უკრაინული შორმანძილზე მოქმედების ძალა ამჯერად მოსკოვის რეგიონმა იგრძნო. დრონებით თავდასხმის შემდეგ კრემლიდან 15 კილომეტრში ნავთობ ქარხანა დაიწვა. ყოველ წამს შიში უნდა იცხოვროთ ჭიებო. ჭაობის მთელ ტერიტორიაზე სამაგიეროს გადახდის კონვეიერი მუშაობს. განაცხადა რობერტ მადიარ ბროუდმა. მაკრონმა, ტრამპმა და ზელენსკიმ დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. რუსეთმა შეთანხმება უნდა გააფორმოს, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. დაგეგმილია ტრამპისა და ზელენსკის პირისპირ აუდიენციაც. კლინიკის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც 11 აპრილს პაციენტის ოჯახის წევრმა სცემა საავადმყოფოში გარდაიცვალა, შემთხვევა მარნეულში მოხდა. ამჟამად ბრალდებული პირი საავადმყოფოში შესვლას მიღების საათების დასრულების შემდეგ ითხოვდა. უარის გამო კი 63 წლის ალადინ ყანაზადეს ის ფიზიკურად გაუსწორდა. პერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, რაც წინა ტენდერის ღირებულებაზე 3,17 მილიონი ლარით მეტია. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც 4 კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით.